მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გაშლა, ფსიქოლოგიური პორტრეტი. ხო, ეს ფსიქოლოგიური პორტრეტის გაშლა არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს საკუთარ თავზე საინტერესო ახალი ინფორმაციის მოსმენა, გაგება, ხო? და არა მხოლოდ. ეს გაშლა შეგიძლიათ უყუროთ კონკრეტულ ადამიანზეც, ხო, მაგალითად, თუ ვინმე გაინტერესებთ, როგორი ადამიანია, ხო, ყველა მისი მხარე გინდათ, რომ რაღაც უფრო უკეთ შეიცნოთ და ან ზოგადად მოусმინოთ მის შესახებ, ხო? შეგიძლიათ ჩაიფიქროთ კონკრეტული ადამიანი და ნახოთ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და მოусმინოთ მასზე გაშლა. ასე რომ ოპტიმალურია, ვისაც სურს მოусმინოს საკუთარ თავზე, ხოლო ვისაც საკუთარ თავზე არ უნდა, შეუძლია ჩაიფიქროს ნებისმიერი ადამიანი, ვინც აინტერესებს, ვისაც უნდა ამ გაშლის მოსმენა და მოусმინოს გაშლას, ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია თქვენზე მოусმენთ, თქვენ საკუთარ თავზე თუ ჩაიფიქრებთ ვინმე ადამიანს, მე გავაკეთებ ამ გაშლას, დანარჩენი თქვენიცით. ესე იგი, გვექნება სამი პოზიცია, თითო დასტა უდრის პოზიციას, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. აირჩიეთ, შეგიძლიათ აირჩიოთ ასევე ნომერი, ნომერ 1, ნომერ 2, ნომერ 3. შეგიძლიათ აირჩიოთ დასტა, ვისთვის როგორც არის კომფორტული არჩევისას, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემდეგ შემოგვერდეს, ხო? იგი დავიწყებ და ასევე მინდა ვთქვა, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. კარგი, დავიწყოთ. ვინც აირჩია პირველი პოზიცია, ან ვინც ჩაიფიქრა, აქ თუ ვინმეზე გინდათ ამ გაშლის მოსმენა, ჩაიფიქრეთ, ხო? ეს პიროვნება, კონცენტრირდით მასზე, ვინც თავის თავზე არ უსმენს, ხოლო ვინც თავის თავზე ისმენს, კონცენტრირდით საკუთარ თავზე. დავიწყოთ. შინაგანი პორტრეტი. ეს არის ესეთი მთავარი ენერგიები ადამიანში, ხო? შინაგანი პორტრეტი. პირველი პოზიციის. კარმული პორტრეტი. აქ იქნება ინფორმაცია მის წინა ცხოვრებაზე, რა კარმა აქვს, ხო, ამ ყველაფერზე. და ჩრდილის პორტრეტი. აქეთ იქნება ჩვენი არაცნობიერი მხარეები. უკვე საინტერესოა. კარგი, დავიწყოთ. ესე იგი, ვინც აირჩია პირველი პოზიცია, შინაგანი პორტრეტი. სამართლიანობა. საინტერესოა. კარგი, ნახოთ. აქ სამართლიანობა. აქ სამართლიანი არა. უფრო სამართლიანი, ხო? პირველი პოზიცია, ეს არის ადამიანი, შინაგანი პორტრეტი უფრო მეტად ისეთი სამართლიანი, თუმცა აქ არის როგორ რაღაც, იცი, ბალანსირება უჭირს ამ ადამიანს, მუდმივ რაღაც შეწინააღმდეგებებში შესაძლოა იყოს საკუთარ თავთან, ასე თუ ისე, რაღაც პასუხისმგებლობის აღებას შესაძლოა დრო და დრო უჭირდეს, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრის ძალიან სამართლიანი ადამიანი მას აქვს მაღალი ისეთი მორალური როგორ თქვა სინდისი, კაი იყოს ასე, ხო? ისეთი მაღალი დონის მორალური კოდექსი აქვს, ასე ვიტყვი. სინდისის ქენჯნაც აწუხებს, როდესაც რაღაცა ისე არ არის, როგორც რეალურად უნდა იყოს და მას გრძნობს კიდეც. საკმაოდ პასუხისმგებლიანიცაა, თუ რაღაც აიღებს საკუთარ თავზე, ამას მიყვება და უმეტესად აქ პლუსში გვაქვს ეს არკანი, ანუ ეს არის სამართლიანი არკანი. სხვა შორის ბედის მატრიცაში ეს არის მერვე ენერგია, ხო? ბედის მატრიცაში პირიქით მე-11 არ არის, არამედ მერვეა. და ეს არის ისეთი ადამიანი, რომელიც
კიდევ ერთხელ ურთიერთსაწინააღმდეგოა, ხო? ისეთიცაა და ისეთიცაა, შავიცაა, თეთრიცაა და მუდმივ ბალანსშია ამ ორის. აქ ძალიან რთული მომენტია ის, რომ მუდმივ ბალანსში უნდა ამყოფოს ადამიანმა ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტი და ამისთვის მუდმივად უნდა იყოს საღგონებაში, მუდმივად უნდა გქონდეს ცივი გონება, მუდმივად უნდა ინარჩუნებდეს ობიექტურობას და მთელი ცხოვრების განმავლობაში აი ამაში ტრიალებს ადამიანი, ხო? რომ საკუთარ თავს დაანახოს ის, რასაც აქამდე გაურბის, რომ სხვებსაც დაანახოს სიმართლე, სამართალი, ხო? ნუ რა თქმა უნდა, აქ არ გულისხმობ, რომ აი ესაა სამართალი და ასე გააკეთეთ რაღაცები, არამედ სხვადასხვა ქმედებების მეშვეობით, რაც ეხმარება ადამიანს, რომ სიმართლეს შეხედოს პირდაპირ. მომენტში შესაძლოა ეს არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ კი ეს არის და პირველი პოზიცია ზუსტად ამას აკეთებს, ხო? აი მომენტში, როდესაც ძალიან მწარეა ყველაფრის დანახვა, სიმართლეზე შეხედვა, პირველი პოზიცია აქ არის. რომ შეახედოს პირველ რიგში საკუთარ თავს სიმართლე და შემდეგ უკვე სხვებსაც. ესე რომ ძალიან საინტერესოა ეს. სად მივდო ახლა ეს? იმდენი დასტები მივაგია აქ. კიდევ მინდა აქ მე ვიკითხო. კიდევ შინაგან პორტრეტზე პირველ პოზიციის გადმომიხდა და იყოს ო განდეგილი. სულ არკანები რო ჯდება არ მოგწონთ განდეგილი. ნუ ძალიან აი მე ვიტყოდი ძალიან საკუთარ თავში ღრმად წასული ადამიანი. ეს ადამიანი უბრალოდ ისე არაფერს არ გააკეთებს. ჯერ კარგად დაფიქრდება, შეისწავლის რავს, აი მიზეს შედეგობრივ კავშირებში ღრმად ჩაწვდომა ძალიან კარგად გამოდის. ამავდროულად შეიძლება პირველ პოზიციას კარგად გამოუვსდეთოს აი ნიშნების, დეტალების მთლიანი სურათის დანახვა, ხო, აი მთლიანი მასშტაბის დანახვა ამ ყველაფრის. ძალიან საინტერესო, აი ძალიან საინტერესო ადამიანი. მე არ ვიცი, აქ თქვენი თავი ჩაიფიქრეთ თუ ვინმეზე უსმენთ, მაგრამ აი ნებისმიერ შემთხვევაში მართლა ძალიან საინტერესო ადამიანია აქ. მართლა ძალიან საინტერესო, ძალიან განვითარებული, განათლებული, მუდმივ ძიებაში, მუდმივ აღმოჩენებში, საკუთარი თავის ირგვლივ სამყაროზე. თუმცა შესაძლოა ასევე ისიც იყოს, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი პრიზმიდან შეხედოს სამყაროს, მხოლოდ საკუთარი სამართალიდან შეხედოს ყველაფერს და აი მაშინ არის მინუსში უკვე ეს ენერგიები, ხო, მაშინ უკვე საჭიროა კორექცია და მაშინ საჭიროა რომ მხოლოდ ჩემი მხრიდან კი არ დავინახო, არამედ სხვა ადამიანების რაკურსიდანაც დავინახო, სხვა ადამიანის მხრიდანაც დავინახო ეს სამყარო და არა მხოლოდ ჩემთან, იმიტომ სამართალი არ არის ერთი, ხო? ხოლო რაც შეეხება სამყაროს სამართალს, ის ერთია. ანუ ჩვენ დედამიწაზე გვაქვს რაღაც ჩვენი მატერიალური სამართლიანობა, მაგრამ რეალურად ეს არ არის სამართალი, რაც აქვს სამყაროს. და ზუსტად აი ეს ადამიანები სწავლობენ იმას, თუ როგორი სამართალი აქვს თვითონ სამყაროს, მაგრამ ამის ეს გზა არ არის მარტივი. ბევრი ჩელენჯები აქვს ადამიანს, ბევრი ქვემოთ ჩასვლები აქვს, დეპრესიული მომენტები აქვს ამ ადამიანს, შესაძლოა ზოგჯერ გაუცრონი იმედები მოატყუონ. ნუ ძალიან ისეთი არც ისე მარტივი გზა აქვს ამ ადამიანს, ხო? ასე რომ ძალიან საინტერესოა აქ პირველი პოზიციის შინაგანი პორტრეტი. ნუ კარგი, აქ არ ჩავუღრმავდები მე. ან არა, კიდევ ვკითხავ. კიდევ პირველი პოზიციის შინაგანი პორტრეტი მაჩვენეთ. კიდევ ვკითხავ. ძალიან ინიციატორულია. ანუ მე ვიტყოდი, რომ ძალიან ესეთია ინსპირაციული. რაღაცა თუ მოეწონა, რაღაცა თუ უნდა, აი ადგება და გააკეთებს. ასევე ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს აქ პირველ პოზიციას. აი იცის რა უნდა და იცის როგორ მიაღწიოს ამას. არ ეშინია გარისკვის, არ ეშინია ახალი ჰორიზონტების. არ ეშინია უბრალოდ გაკეთების, ხო? არ ზის და არ ფიქრობს 2 საათი, არამედ ადგება და გააკეთებს თუ რაღაც ძალიან უნდა. მომენტში აქ შეიძლება იყოს იმპულსიურიც და ადვილად ატკინოს სხვა ადამიანს გულიდან, ნუ უცებ ვერ მიხვდეს, ხო, რომ ამას აკეთებს. კი სენსიტიური არის, ახლოს მიაქვს ყველაფერი გულთან, თვითონაც ისეთია ცდილობს რომ რაღაც მომენტში ამ თავის ფოთოს, ამ თავის ღელვარებას მოუაროს და აკონტროლოს, ან კიდევ უკეთ შეიცნოს და გაეცნოს თავის შინაგან სამყაროს და აი ამ ყველა ემოციას რასაც განიცდის ხოლმე, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან რთულია ბალანსის შენარჩუნება. გინდეს იყოს ემოციური ბალანსი, ხო? ამ ადამიანისთვის რთულია, რომ აი აიწონა დაიწონაზე რო ხარ, ხო? ხან ასეა, ხან ისე და რთულია, რომ რაღაც ბალანსირებულად იყოს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ადამიანის მთავარი ამოცანა
ამოცანა არის, რომ ეს ბალანსი შეინარჩუნოს და დაიჭიროს. კარგი, კარმული პორტრეტი, ხო? კარმა. არკანები, არკანებზე, შეყვარებულები. კარმული პორტრეტი, შეყვარებულები. კარგი, გავარკვევთ ახლა აქ სიყვარულთან დაკავშირებული ამბები იყო. აქ რაღაც სიყვარულთან დაკავშირებული ამბები იყო თუ არჩევანთან დაკავშირებული ამბები სიყვარულთან. არა, აქ იყო სიყვარულთან დაკავშირებული ამბები. შესაძლოა აქ პირველი პოზიცია ის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრა პირველ პოზიციამ, წინა ცხოვრებაში გარკვეული რაღაც ისეთ სასიყვარულო ურთიერთობებში იყო, ან რაც იყო ტაბუდადებული, ან სამკუთხედები, ოთხკუთხედები და ასე შემდეგ. აი ასეთ ურთიერთობებში იმყოფებოდა. აქ შესაძლოა იყოს, რომ ირჩევდა არა გულით. ხო, ესე იგი აქ იყო მივხვდი, ასევე მინდა ვთქვა, რომ აქ კარმულ პორტრეტში არის, რომ ადამიანი არ აკეთებდა არჩევანს სიყვარულიდან გამომდინარე. არამედ აკეთებდა არჩევანს რისგან გამომდინარე. მისი ამბიციებიდან გამომდინარე. აი რა მინდა, არის თუ არა ეს პარტნიორი წარმატებული. აქვს თუ არა ფული მივახწევ თუ არა წარმატებას რას მომიტანს მე. აი უფრო ამ ასპექტით ირჩევდა ეს ადამიანი ვისთან კონდეს ურთიერთობა და ვინ იყოს მისი პარტნიორი სიყვარულში მაგალითად. აი უფრო ამას ანიჭებდა პრიორიტეტს და არა იმას, რომ გულით მე ვინ მიყვარს, ხო? აი ამას არ უყურებდა ეს ადამიანი და ამ ცხოვრებაში არის ახლა რა ამოცანა. ამ ცხოვრებაში შესაძლოა ხვდებოდეს ისეთი ტოქსიკი, ძალიან ცივი ტოქსიკი პარტნიორები, რომელიც ფიქრობენ საკუთარ თავზე მხოლოდ. ტოქსიკები. და ამ ცხოვრებაში ახლა ზუსტად ეს არის ამოცანა, რომ იპოვოთ ნამდვილად ის ადამიანი, ვინც თქვენ შეგიყვარდებათ, ნამდვილ სტაბილურ ურთიერთობას შექმნით ამ ადამიანთან, მაგრამ სანამ ეს მოხდება, შეყვარებულები უნდა გაიარეთ. სანამ ეს მოხდება, ისევ უნდა გააკეთოთ არჩევანი. აქ შესაძლოა ბევრჯერ არჩევს პირველმა პოზიციამ ან იმ ადამიანმა, ვინც ჩაიფიქრეთ, ისეთი ადამიანი, ვინც ტოქსიკია ან არ შეეფერება რეალურად პირველ პოზიციას, ან შესაძლოა პირველი პოზიცია მის დაუნებლად იზიდავდეს ასეთებს, ხო? და აი ახლა ამ ცხოვრებაში უკვე მისი არის, რომ ნამდვილი სიყვარული აირჩიოს აქ პირველმა პოზიციადმა მივიდეს აქამდე. და ურთიერთობებშიც ასევე, ნებისმიერ სახის ურთიერთობებში, გინდ მეგობრობა არის ეს, თუ რაღაცა სიყვარულო ურთიერთობა, რომ უპირატესობა მიენიჭოს სიყვარულს, ემოციებს, გრძნობებს, გახდეს უფრო მეტად მიმღებლური, ემპათიური, გახსნილი, ერთგული, ესეც ნდობა კონდეს ადამიანების მიმართ. კარგი, ძალიან საინტერესოა. წუთით. ხო. ახლა ნახოთ ჩვენ ჩრდილის პორტრეტი. ეს არაცნობიერი პროგრამებია. სამიანი პენტაკლი. საინტერესო სამიანი პენტაკლი. სამიანი პენტაკლი. ეს რა ჩრდილის პროგრამა აქვს აქ? პირველ პოზიციაზე. არენდობა. არენდობა გარშემო მყოფებს. არენდობით გარშემო მყოფებს. მსხვერპლია გარშემო, მსხვერპლი არა, უბრალოდ არენდობით გარშემო მყოფ ადამიანებს არ თანამშრომლობთ მათთან ერთად და მიაჩნია, რომ ხო, უფრო როგორ ახართ, იცი, მიგაჩნიეთ, რომ თქვენით უნდა გააკეთოთ რაღაც, არ გინდათ სხვა არავინ, თქვენით უნდა გააკეთოთ და ამ დროს არიან ირგვლივ ყოფი ადამიანები, ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებათ, ხო, რაღაცაში, იქნება ეს რაღაც ფინანსები, ურთიერთობები თუ კიდევ რაღაც სხვა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მზად არიან თუ რაღაც გასწავლონ და თქვენ არ გინდათ ეს, თქვენ გინდათ, რომ თქვენ იყოთ მხოლოდ წამყვანი მთავარი ძალა თქვენ ცხოვრებაში. ეს ისედაც ასეა, მაგრამ სოციუმთან
დაკავშირებით თქვენ გინდათ რომ იყოთ აი number 1. თქვენ ხართ number 1, არავინ არაფერი არ უნდა გასწავლოთ, რას ქვია, იქეთ ასწავლით და მხოლოდ ასე, ხო? ხო, ძლიერი ეგო, ანუ ეგოზე დავსიკითხოთ, ძალიან ძლიერი ეგო გაქვთ და არა მხოლოდ მე ვარ აქ მაგარი, მხოლოდ მე ვარ აქ ძლიერი, მე ვარ ბოსი, მე ვარ ყველაფერი რა. უფრო აი ასეთი პოზიცია არის აქ. რატომ აქ პროპოზიცია ასეთი პოზიცია? მიგაჩნიათ რომ თქვენ ხართ აქ თავარი, თქვენ გაქვთ ძალა რომ მართოთ სიტუაცია. აქ მომენტში არის რომ მანიპულაციური მომენტებიც არის ცოტა ადამიანს, ხო? მომენტში აქ არის მანიპულაცია პირველ პოზიციის მხრიდან, რომ მან ისე გააკეთოს სიტუაციები და ისე მართოს როგორც სურს მას. კარგი, რა უნდა რჩევა აქ რა არის? რომ შეწყვიტოთ ეს, დაასრულოთ აი ეს სიტუაცია დაასრულოთ და საერთოდ სხვანაირად მოიქცეთ. როგორ სოციუმში, როგორ? განვითარდეთ, ისწავლოთ, ეს ცოდნაც გამოიყენოთ შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი სწავლა, სხვებზე დახმარება, ამ ცოდნის გაზიარება, მაგრამ ისე არა, რომ აი მე ახლა მოვალ და გასწავლი შენ ყველაფერს, ხო? რაღაც არა მეგობრულად, არა, არამედ რაღაც დიპლომატიურად. მესამე სამიანი პენტაკლები. არამედ დიპლომატიურად, ისე რომ მე მზათა ვარ გასწავლო, მე მზათა ვარ შენთან ვითანამშრომლო. მოდი ერთად რაღაც გავაკეთოთ, ხო? რაღაც უფრო კოლექტიური ქმედება, ხო? ეს არა აქ პირველ პოზიციას და ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის. კარგი. საინტერესო იყო. კარგი, ზოგადი ისმინდა, ახლა მე ვიკითხო. და რჩევა ახლა პირველ პოზიციას, და ვინც აირჩია პირველ პოზიციას, რჩევა მათთვის, ხო? ამ ყველაფერიდან გამომდინარე, როგორ მოიქცეს, როგორ წარმართოს მისი ცხოვრება. დროა დაუთმოთ ყურადღება თქვენს სულიერ განვითარებას, მიეჯაჭვებით მატერიას, საჭმელს, ლამაზ ნივთებს, კომფორტს და ჩაიხედეთ თქვენ სულში, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და წადით უფრო სულიერი მხრით, ხო? უფრო მეტი სულიერება. უფრო მეტად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. აი, ნებისმიერ ისეთი აქტივობა, რაც გაახლოვებს თქვენს სულთან, ყველაფერი იქნება აქ მისაღები. სხვათა შორის მოხალისეობაც, ხო? იქ არანაირი მატერია არ არის, ჩვენ უბრალოდ ჩვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ გვინდა რომ რაღაც გავაუმჯობესოთ ეს სამყარო, ვეხმარებით სხვებს, ესეც ეხმარება ძალიან სულიერ განვითარებას, მედიტაციები, დანარჩენანი უკვე სულიერი ისეთი პრაქტიკები, ლოცვა, მედიტაცია, უფრო მეტი ინფორმაციის შესწავლა საკუთარ თავზე, საკუთარ სულზე, მაგრამ მთავარია, რა თქმა უნდა, ქმედება. შესაძლოა ადამიანმა ძალიან ბევრი რამე წაიკითხოს და აღმოაჩინოს, ესე ტექნიკურად გულისხმობ, მაგრამ საქმეზე რეალურად საერთოდ სხვანაირად იყოს რეალობა. ამიტომ უფრო მეტად ეცადეთ აკეთოთ აი პირადად ისე რომ სულიერად განვითარდეთ თქვენ, ხო? მაგალითად უფრო ახლო კავშირი გქონიოთ ბუნებასთან, ცხოველებთან, მოუფრთხილდით ბუნებას, დაეხმარეთ ამ სამყაროს, რომ რაღაც გაუმჯობესდეს, ეს დაგეხმარებათ თქვენს. ასე რომ აქ ასეთი რჩევა, პლუს კიდე აქ არის ყველანაირი მოცემულობა პირველ პოზიციისთვის, რომ წარმატებულად წაიყვანოს ის ყველაფერი, რაც მასში დევს და კარგად დადებითად გამოიყენოს, ასე რომ წარმატებები აქ პირველ პოზიციას და ყველას, ვინც ჩაიფიქრა, აირჩია პირველ პოზიცია, ვისაც სურვილი აქვს, რომ უფრო დეტალურად მიმოხილვა გააკეთოთ ამ თემის ან კიდევ რამე სხვა თემის, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მადლობა, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, დალაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ კომენტარი, ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. ჩვენ კი გავაგრძელეთ გზა. სამები მეორე პოზიციას, ეს ორი კარტი დარჩა.
აბა ვნახოთ მეორე პოზიცია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს პოზიცია, ეს ფსიქოლოგიური პორტრეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოусმინოთ თქვენზე და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ის ადამიანი, ვინც გაინტერესებთ. თუ ვინმეზე უსმენთ და თქვენზე არა ჩაიფიქრეთ ის კონკრეტული პიროვნება. კარგი. მეორე პოზიციის შინაგანი პორტრეტი, მეორე პოზიციის კარმული პორტრეტი და ჩრდილის პორტრეტი, ხო? ასე რა თქვა. თავი, საინტერესო. შინაგანი პორტრეტი. ძალიან ემოციური, ძალიან ემფათიური, კეთილი, საყვარელი. კეთილი, სულ მზად რო არის ხვებს დაეხმართ. ბავშვები როგორებიც არიან, ხო იცით, ბავშვები როგორი სუფთა სული აქვთ. ასეთი ადამიანია აქვს, ასეთი შინაგანი პორტრეტი აქვს ამ ადამიანს. სუფთა ადამიანი, სუფთა სულის პატრონი, რომელიც მზად არის ყველაფრით რო დაეხმაროს ამ სამყაროს, ამ ადამიანებს, შეიტანოს რაღაცა ნათელი, სიხარული, სიყვარული. თან ამავე დროულად ეს ადამიანი ძალიან სენსიტიურია, ხო? მისი წყენინება მარტივად შეიძლება. ყველაფერი ახლოს მიაქვს გულთან. ის ასევე ძალიან რომანტიულია. ის ეძებს მუდმივ სიყვარულს, მხარდაჭერას და თვითონაც მზად არის, რომ ეს ყველაფერი გაუწიოს და მიცეს სხვა ადამიანებს. ძალიან საყვარელია. კიდევ შინაგანი პორტრეტი. მაჩვენეთ ამ ადამიანის. ეს ადამიანი მზად არის, რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს, ხო? ის გაუწევს კონსულტაციას სხვა ადამიანებს, ასევე გაუწევს კონსულტაციას, ფსიქოლოგიურ დახმარებას სხვა ადამიანებს. ეს არის ძალიან შეიძლება თქვა ბრძენი. judgment. ძალიან ბრძენი ადამიანია. მას შეუძლია დაინახოს სიტუაცია ისეთი რაკურსიდან, რასაც ზემოდან დაინახოს, ხო? რაღაც ვითარება სიტუაცია. სხვა ადამიანებს ეს არ შეუძლიათ და ამ ადამიანს ეს შეუძლია ამის უნარი გააჩნია. და ეს ადამიანი ნამდვილად აფასებს სიყვარულს, გრძნობებს, სულიერებას, ერთგულებას. ეს ყველაფერი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთგულება, სტაბილურობა, ნდობა, ემოციები, ოჯახი, ძალიან ასეთი ფასეულობები აქვს ამ ადამიანს და თვითონაც ასე იქცევა. ძალიან გასაგებია ჩემთვის ეს ყველაფერი, ასე რომ აღარ ჩავიძიები. კარმული პორტრეტი, ნახოთ კარმა. აქ მას მიაყენეს ეს ხო, თვითონ მიაყენეს. წინა ცხოვრებაში, ან წინა ინკარნაციაში ადამიანს მიაყენეს ტკი, კენა, ტკივილი, უღალატეს, ზურგში დანა ჩაასვეს. ეს ყველაფერი იყო აქ მეორე პოზიციასთან. მან გაიარა იმედგაცრუება, ტყუილი, ყველაფერი დაბიო, რაც არსებობს. და რასაც ვაკეთებთ ხოლმე ადამიანები, ხო, რა ტკენასაც ვაყენებთ სხვა ადამიანებს, მომენტში არასამართლიანად ვექცევით, ამორალურად ვექცევით და ვიქცევით სხვების მიმართ, ეს ყველაფერი გაიარა მეორე პოზიციამ, მაგრამ თვითონ კი არ გავკეთებია ეს, არამედ მასზე აკეთებდნენ. მასზე იყო ასეთი ზეგავლენა, ეს იყო მისთვის ძალიან მწარე, მომენტში შესაძლოა იყო ამ ტოქსიკურ ურთიერთობებში, ან ირგვლივ მხოლოდ მატყუარები და გამომყენებელი ადამიანები ყავდა. ყველაფერი ეს, რაც ჩადის ამ ფორმატში, ყველაფერი ეს არის აქ. და ამ ცხოვრებაში ახლა როგორ რა უნდა მოიმოქმედოს? ამ ცხოვრებაში რა უნდა მოიმოქმედოს და არ უნდა შეეშინდეს, რომ პირველ რიგში შეიყვაროს საკუთარი თავი, დააფასოს საკუთარი თავი, მოუფრთხილდეს მის ენერგიას, მოუფრთხილდეს მის გულს, ასე რომ ვთქვათ, ჯანსაღი ეგოიზმი რომ მქონდეს ამ ცხოვრებაში და ასევე სხვებსაც გაუზიაროს ეს მისი მზე, ეს მისი სითბო, ასეთი დამატენიანებელი ენერგია სხვებსაც გაუზიაროს, უწილადოს. ძალიან დადებითი, რომ აღარ დაწყდეს გული ადამიანებზე და მაქსიმალურად მეტი პოზიტივი შეხედოს. არ იფიქროს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც იფიქროს, ხო, მაგრამ ჯანსაღ რაკურსით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ენდოს ადამიანებს. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, რომ ენდოს ადამიანებს და გააგრძელოს ადამიანების ნდობა, სამყაროს ნდობა და ჯეროდეს მზის და პოზიტივის. კარგი, ჩრდილი მხარე.
პორტრეტი ჩრდილი. ჩრდილი. კაი ასე იყოს. ჩრდილი, შვიდიანი თასები. ჩრდილში რა გვაქვს აქ? რა არის აქ? საინტერესო. ჩრდილში აქ არის უნდობლობა, ზედმეტი ფიქრი თუ რაღაც მოწყვეტილობა რეალურად. უნდობლობა, ზედმეტი ფიქრი. არა, უნდობლობა ადამიანების ყველაფრის კონტროლის სურვილი. ყველაფრის კონტროლის სურვილი, რადგანაც ბევრი რამ არ ვიცით როგორანაირად იქნება და რომ აცთეს ტყუილს მეორე პოზიცია, ამიტომ თვითონ ცდილობს რომ აკონტროლოს ყველაფერი და ოკეი, შინია სიახლეებში წასვლა, განახლების, ახალი კონტაქტების, რადგანაც ფუძე ამ ყველაფრის არის უნდობლობა სხვა ადამიანების მიმართ, რაც ბუნებრივია მოდის აქ წინა ცხოვრებიდან, ხო? და ამ ცხოვრებაში როგორ მოიქცეს? არ ებრძოლოს იმას, რომ რაღაც არ ებრძოლოს საკუთარ თავს პირველ რიგში, დაუმეგობრდეს საკუთარ თავს, იპოვოს საკუთარ თავში რაღაც ისეთი ბალანსის წერტილი. აი, კომუნიკაცია სოციუმთან, მაგრამ ამავე დროს კომუნიკაცია საკუთარ თავთან და არა ისეთი კომუნიკაცია, რომ გადაჭარბებული იყოს, ხო? რაღაც ისეთი დოზა აირჩიოს კომუნიკაციის მეორე პოზიციამ, რაც დამაკმაყოფილებელია მისთვის და სხვებისთვისაც, მაგრამ არის ნდობაზე დაფუძნებული. ხარისხიანი კომუნიკაციები, რაც დაფუძნებულია ნდობაზე, ერთგულებაზე, სტაბილურობაზე, ხანგრძლივობაზე, აი ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. ამავე დროს საკუთარ თავის განვითარება, ხო? უფრო მეტი ნდობა საკუთარ თავის მიმართ, სამყაროს მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ. აი ეს ყველაფერი აქ. ძირითადი თემა აქ გასაგებია მეორე პოზიციასთან. კარგი, რჩევა მინდა ვნახო, ხო? აქ მეორე პოზიციისთვის. რჩევა, ხო? ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, რჩევა მეორე პოზიციას, რჩევა. რჩევა მეორე პოზიციას. აი ზუსტად ეს რა ჩრდილიც არის, რა შიშიც არის, ეს უნდობლობა და მოდი მე ვაკონტროლებ ყველაფერს და მე დავგეგმავ ყველაფერს, რომ სადმე არ შევცდე და ვინმე არ მომატყუოს, ხო? ეს აიყვანეთ ხელში ეს სიტუაცია და უბრალოდ ენდეთ მომენტში სიტუაციებს. რა თქმა უნდა, იყავით ფრთხილები, რომ მართლა რაღაც ტყუილში არ აღმოჩნდეთ და გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ. და ამისთვის საჭიროა სულიერი სიძლიერე და ფიზიკური სიძლიერეც და უნდა იდგეთ მყარად და არ შეუშინდეთ არაფერს და არავის, მაგრამ ამავე დროს ეინდოთ სამყაროს, გქონდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობების, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია მეორე პოზიცია, ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს. რამე თუ გინდათ დაისახოთ მიზნად, გჯეროდეთ ამისი და გააკეთოთ და მე ვიტყოდი თამამად იოცნებეთ, რეალურად იოცნებეთ, აი რამე თუ გინდათ მართლაც იოცნებეთ, მაგრამ ისე რომ ეს ოცნება რეალობას შეესაბამებოდეს, არ იყოს თქვათ მოწყვეტილი რეალობიდან, რა თქმა უნდა, და შემდეგ უბრალოდ მიყევით ამას, ამ თქვენს ოცნებას, გეგმას თუ რაც იქნება. შეგიძლიათ სხვა ადამიანებსაც მიმართოთ, იმ ადამიანებს, ვისაც ენდობით ან კომპეტენცია გააჩნია, რომ რაღაცით დაგეხმაროთ, ან კონსულტაცია გაგიწიოთ თქვენ ოცნებასთან ან გეგმასთან, სურვილსთან დაკავშირებით. ამიტომ აქ მარტო თქვენ, რა თქმა უნდა, არა, არამედ ჩართეთ ამაში სხვა ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვს, ვისაც ენდობით, ხო? და მათთან ერთად რაღაც კოლექტიურად ერთიანად შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენს ოცნებებს. ნუ შეგეშინდებათ ოცნებების სურვილების მიზნების დასახვა, აირჩიეთ კონკრეტული და მიყევით იმ კონკრეტულს და გჯეროდეთ მისი. ასევე ენდეთ ადამიანებს აუცილებლად და ნუ გეგონებათ, რომ ყველა ირგვლივ გატყუებთ. ეს არის მეორე პოზიცია. წარმატებ მეორე პოზიციას, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა და ინფორმაცია, დალაიქეთ ეს ვიდეო და დატოვეთ კომენტარი, ხოლო ვისაც სურვილი აქვს, რომ უფრო ინდივიდუალურად განეხილოს ეს ან კიდევ სხვა სიტუაცია, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ჩვენ კი წავედით მესამე პოზიციასთან.
მივესალმები მესამე პოზიციას. კიდევ ერთხელ, ესე იგი ამ გაშლის მოსმენა შეგიძლიათ საკუთარ თავზე და კონკრეტულ ადამიანზე, ვისაც გინდათ. ვინც უსმენს საკუთარ თავზე, კონცენტრირდეთ საკუთარ თავზე, თორე ვინც ვინმეზე უსმენს, კონცენტრირდეთ იმ ადამიანზე, ვისაც გაინტერესებთ მოსმენა. დავიწყოთ. მესამე პოზიციის შინაგანი პორტრეტი, მესამე პოზიციის კარმული პორტრეტი და ჭვიდილის პორტრეტი. მთვარე, საინტერესო. კარგი, დავიწყოთ შინაგანი პორტრეტი. მესამე პოზიცია ზუსტად არის witch. witch, ძლიერი ინტუიცია, მაგიასთან კავშირი, საკუთარ ხმასთან კავშირი, აი ყველაფერი, რაც უკავშირდება ეზოთერიას. ყველაფერი ეს არის შინაგანი მესამე პოზიციის. მესამე პოზიცია ძალიან კარგი ფსიქოლოგია. მესამე პოზიცია გრძნობს ბუნებას, გრძნობს ირგვლივ ადამიანებს. აი ამ ყველა ჯადოქრობას, რაც არის ჩვენში, ჩვენს ირგვლივ ამ ყველაფერს გრძნობს მესამე პოზიცია. როგორ იყენებს უკვე ამას, ხო? ეს უკვე სხვა საქმეა. კარგი, მოდით კიდევ ვიკითხოთ მესამე პოზიციის შინაგანი პორტრეტი. კიდევ უფრო მეტად ვრცლად გვაჩვენეთ ეს ისტორია. აქ პლუსშია კვერცხების დედოფალი, ასე რომ ძალიან კარგია ეს. ასევე აქ მინდა დავამატო, რომ მესამე პოზიცია აქ არის საკმაოდ ისეთი იმპულსური თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ იმპულსურია, უბრალოდ ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს. ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს, ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ და ისეთი ენერგია გაქვთ, რომ ყველაფერს იზიდავთ თქვენთან, ყველა გამჩნევთ თქვენ, ხო? აქ არ აქვს გარეგნობას მნიშვნელობა. ისეთი ენერგია აქვს მესამე პოზიციას, რომ ყველა თქვენსკენ მოელტვის, ყველასთან უნდა თქვენთან კონტაქტი, ყველასთან უნდა თქვენთან კომუნიკაცია. აი, არ ვიცი, თქვენზე ვისმენთ თუ ვინმე ჩავიფიქრეთ, მაგრამ ვინც არის აქ, აი ასეთი ადამიანია, ძალიან საოცრად ძლიერი ენერგეტიკით. კიდევ მისი შინაგანი პორტრეტი. რაც თქვი, ყველას იზიდავს ეს ადამიანი. ადამიანები აი ეწებებიან მის ენერგიაზე. აი საოცარი ენერგეტიკა, ძალიან ენერგეტიკულია ეს ადამიანი, მაგნიტივით, ყველას სურს მასთან კომუნიკაცია და ძალიან სექსუალური ენერგია არის აქ ასევე. ძალიან სექსუალური, მიმზიდველი, მისტიური, მაგიური, აი ყველაფერი ეს არის აქ. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო და ასევე თვითონ პირველი მესამე პოზიცია თვითონ შინაგანად ასევე. მესამე პოზიციამ ძალიან ბევრი რამე გაიარა, ძალიან აი ფენიქსივით არის, ამასაც ვიტყვი აქ, ძალიან ბევრი რაღაც დაასრულა, აი ბევრი ფაზები გაიარა მის ცხოვრებაში, სადაც იყო ტკივილი, აი სადაც იყო, აი მეტი უარესი არ არსებობს, რო ვიტყვი და ამ დროს ეს ყველაფერი გაიარა, დაასრულა და გამოვიდა აქედან და საერთოდ ახალი ძალა. აი ადამიანი ფენიქსი, ამასაც ვიტყვი ამან, ხო? ადამიანი ფენიქსი, რომ სულ მოახდენს ტრანსფორმაციას და სულ მოახერხებს გამოსვლას იმ არასასიამოვნო მისთვის სიტუაციებიდან, ვითარებებიდან. მუდმივ განვითარებაში არის კი, მოსწონს განვითარება, საკუთარ თავის განვითარება, ხო? ადამიანებთან საუბარი, ადამიანების შეცნობა, შესწავლა, ეს ყველაფერი მოსწონს მესამე პოზიციას ძალიან მისტიურია, ხო, აქ ზოგი ეზოთერიითაც არის გატაცებული, მაგალითად აი ტარო გაშლებსაც რო ისმენთ, ესეც არის, ზოგს ტარო მოსწონს, ზოგს ნუმეროლოგია, ზოგს კიდე სიზმრები, ზოგს კიდე ასტროლოგია და ასე შემდეგ, ხო? ერთი სიტყვით, გასაგებია, ძალიან მართლა მაგარია მესამე პოზიცია აქ ამით კარმული პორტრეტი. კარმული პორტრეტი. პენტაკლების რაინდი კარმული პორტრეტი. აქ რა კარმული პორტრეტი, აბა? ვინმეზე არის აქ, სიყვარულზე ვინმეს მიმართ თუ აი ოცნებების, სურვილების საქმე ვინმეზე?
ხო, ოცნებების და სურვილების, მაგრამ ვინმეს და რო არ მიყვება სტაბილურად, თუ უფრო მარტე კარმა წინა ცხოვრებიდან რომ აი პრიორიტეტი მიანიჭა მატერიას. სამართლიანობის მიხედვით თქვენ აირჩიეთ მატერია, თქვენ აირჩიეთ კომფორტი, ნუ ყველაფერი რაც უკავშირდება მატერიას, აირჩიეთ ფული, ან კომფორტი, ან წარმატება, ნუ ყველაფერი ეს არჩიეთ სიყვარულს. ხო, თქვენი რაღაც პირადი ინტერესები ამჯობინეთ, ვიდრე რაღაც ფასეულობები. არის ფასეულობებზე თუ არა? კი, ეხება მაინც აქ ფასეულობებს, იმიტომ რომ აქ არჩევანი იყო მატერიას და პენტაკლების დედოფალი. აქ აირჩია მესამე პოზიციამ თავისი თავი, კომფორტი, კარიერა, წარმატება, ფული და უნდა აირჩია რა? ანუ ბალანსირებულად უნდა ყოფილიყო. სიყვარულიც, რაღაც სულიერი განვითარებაც და რა თქმა უნდა აქ ინდივიდუალური წარმატებაც, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ბალანსირებულად და არა ის რომ მხოლოდ ამას ვირჩევ და ის საერთოდ არ მაინტერესებს. აი ის არ უნდა ყოფილიყო. და ახლა რაზე გავლენა აქვს ამ კარმას? ახლა არა აქვს სიყვარული აქვს თუ პირიქით თუ რაღაც სხერპლის პოზიცია თუ რაღაც ის რომ მე მინდა აქ ის არის რომ ახლა პირიქით განიცდით სიყვარულის დეფიციტს. ახლა გინდათ რომ სამყარო მოგცეთ სიყვარული. ეძებთ სიყვარულს, ხო? მომენტში შეიძლება მსხვერპლის როლის თამაში იყოს, რომ აი შენ მე არ ამჩუქნის სიყვარულს, ან ზედმეტად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და კონცენტრირება იმაზე, რომ მე მინდა სიყვარული, რაღაც მუდმივი სიყვარულის ემოციების დეფიციტი არის ეს ახლა. კარგი. და როგორ გამოასწოროს ეს კარმა ახლა მესამე პოზიცია. როგორ და კომუნიკაცია დახურეთ, გაცნობიერეთ, ხო ეს საკითხები არა აუცილებელი აქვს, მანდა მაინც ძინა ცხოვრება გაცნობიეროთ, რა თქმა უნდა, არამედ გაცნობიერეთ ახლა როგორც იქცევით, ხო აი ამ ემოციურ მხარესთან დაკავშირებით, სიყვარულთან დაკავშირებით, ადამიანებთან თქვენ თავთან დაკავშირებით და პრიორიტეტი მიანიჭეთ აქ ემოციებს, ემოციურ მხარეს. ემოციური ინტელექტი განავითარეთ საკუთარ თავში უფრო მეტად. იკონტაქტეთ ადამიანებთან ემოციურად, ემპათიურად და არა მხოლოდ ტვინებით, ხო? ემოციურად, მთელი სუფთა გულით იკონტაქტეთ ადამიანებთან. ენდეთ მას, გჯეროდეთ მათი დაეხმარეთ ადამიანებს, ხო? მაქსიმალურად იმოძრავეთ სიყვარულის კუთხით, რომ აი ნამდვილი სიყვარული იყოს და არა თქვენი პირადი ამბიციებით და ინტერესების გამო. კარგი, ჩრდილი პორტრეტი პრინციპში გასაგებია, იმპულსები. აქ იმპულსები გმართავენ თქვენ. აქ თქვენ ძალიან ჩრდილი პორტრეტი არის, რომ სწრაფად ხდება ყველაფერი, დავფიქრებლად სწრაფად. всё, აი ახლა მე ეს მინდა ახლა ამ წუთასვე და ეგრევე მივიღე გადაწყვეტილება, ან ადამიანის მიმართ მინდა რაღაც განვახორციელო, ეგრევე მივიღე გადაწყვეტილება, გავაკეთე. წინ დაუხედაობა რაღაც ასპექტებში, ხო? აი ეს რაღაც სულის სისწრაფე, იმპულსურობა მომენტში, როგორ თქვა, აი ფეირვერკი ვიდრე აფეთქდება უცებ ადამიანი მოულოდნელად, ხო? აი ეს ყველაფერი აქ არის. კიდევ უფრო ღრმად ჩამიშალეთ ეს ჩრდილის მომენტი. დაუფიქრებლობა სხვის მიმართ ემოციებს, აი სხვა როგორ განიცდის ჩემ ქმედებას, ან სხვაზე რაზე გავლენას მოახდენს, ან ჩემზე რანაირად იქნება, აი ემოციებიდან მოშორებულობა, ემოციების არ გაცნობიერებულობა, საერთოდ აი აქ მესამე პოზიციას აშკარად ჭირდება უფრო მეტი განვითარება ემოციური კუთხით. ემოციური ინტელექტი რაც ვახსენე, ხო, რომ გავაცნობიერეთ რას განვისვით, რატო, რისთვის, როგორ, რანაირად ემოციურად ეს ძალიან საჭიროა აქ მესამე პოზიციისთვის, იმიტომ რომ არ ფიქრობს მესამე პოზიცია ამას, ისე უფრო ქმედებები, მაგრამ რეალურად გულში რა ხდება და რას განვიცდი და ჩემი ქმედება რაზე გავლენას მოახდენს ემოციურად სხვებზე, ამაზე არ არის ფიქრი აქ. და ზუსტად ეს არის აქ მინუსში, იმიტომ რომ სულ ქმედება და ჟარგონად რო თქვა, ბოდიში თქვილია სხვა. კარგი, როგორ მოიქცეს? ჩართეთ გონება, ნუ მიცემთ თქვენს შინაგან იმპულსებს, შესაძლებლობას, რომ გაკონტროლოთ თქვენ, ნუ მიცემთ ემოციებს და რაღაც იმპულსურობას
უფლებას, რომ ამ ყველაფერმა გაკონტროლოთ თქვენ, არამედ თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ქმედებები, თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი გადაწყვეტილებები და არა სულ სწრაფობამ თქვენმა ვნებამ, ხო? უფრო მეტი ანალიტიკა ქმედებებში, უფრო მეტი დაფიქრება, უფრო მეტი წინდახედულობა, უფრო მეტი მომენტში სინელე, რომ აი დავფიქრდი ახლა მე რას მომიტანს, ან სხვას ეს რას მოუტანს და ფიქრი, ხო? არ არის ეგრევე არ იმოქმედოთ, მიეცით დრო, საკუთარ თავს, სიტუაციას, ხო? აი, აქ არის ასეთი ინფორმაცია. კარგი, რჩევა აქ მესამე პოზიციას, ხო? რჩევა მესამე პოზიციას. Peace, მეტი სიმშვიდე, მეტი დაკვირვება, მეტი სინელე, ნუ იჩქარებთ. რაც არ უნდა იყოს, ნუ იჩქარებთ. ნელა, აუჩქარებლად. შეგიძლიათ აქ იმედიტიროთ კიდეც, ხო, ეს ძალიან დაგეხმარებათ. ყველაფერი რაც დაგამშვიდებთ ჯანსაღად, ხო, არ გულისხმობ აქ ახლა აბები ყლაპოთ და ასე დამშვიდდეთ, არამედ რეალურად ორგანული წესით, ბუნებრივი წესით, მედიტაცია იქნება თუ ბუნებაში გასეირნება, თუ უბრალოდ სეირნობა, ხო, წინის წინ, ნებისმიერი ასეთი, შვიდად, რომ ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა დავამშვიდოთ, რომ არ ვიყოთ სულ ახსნებულები და რანაირად ცად, როგორ სწრაფად ეგრევე ახლავე, აი რომ ასე არ ვიყოთ, ხო, რომ შემდეგ რაღაც შეცდომები არ მოგვევიდეს. ამიტომ ასეთი რჩევა არის აქ მესამე პოზიციისთვის. წარმატებებს ვუსურებ ყველა ადამიანს. ვინც მოისმინა უყურა ამ გაშლას, აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა და დატოვეთ კომენტარი. საინტერესოა უკავშირების კითხვა, ასე რომ დატოვეთ თქვენი კომენტარი და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. წარმატებები ყველას და დროებით.